ნიკა მელიას მივესალმები. საღამო მშვიდობისა ნიკა, დიდი მადლობა რომ დაგთანხმდით ინტერვიუზე. ძალიან საინტერესო დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისითაც, როგორ განვითარდება პროცესები. სულ რაღაც 1 საათის წინ ადვოკატმა გოგაშვილის პირით მედიას უთხრა, უпростоრედ გოგაშვილმა ადვოკატის პირით მედიას უთხრა, რომ მასალები, რომლითაც ის ამხელს ქართულ ოცნებას, არჩევნების გაყალბებას და ასე შემდეგ, არის საიმედო ხელში, არის უცხოეთში გადაგზავნილი და სულ მალე იხილავს რამდენიმე დღეში მზის სინათლეს. მოდით დავიწყოთ შეფასება. თქვენი პირველი რეაქცია როგორი იყო? ალბათ ნახეთ კადრები, როგორ მოხდა მისი დაკავება. მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. პირველი რეაქცია გასაგები იყო და იყო შემდეგი. ამ დაკავებას მithumetes ამ ფორმით არანაირი კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც მართლმსაჯულებასთან და მხოლოდ კავშირი აქვს შურის ძიებასთან. შურის ძიებასთან იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ედროს იყო დანაშაულებრივი სისტემის არც თუ ისე უნიშნელო ფიგურანტი, შეიძლება ერთ-ერთი არქიტექტორიც და რომელმაც გადაწყვიტა უკანასკნელ პერიოდში ემხილებია რეჟიმი, რომელიც დღემდე აგრძელებს ძალადობას და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ. ჩემთვის ეს არის ცხადზე უცხადესი. არაფერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პროცესს მის დაკავებას სამართალთან და მართლმსაჯულებასთან საერთო არ აქვს. არაფერი საერთო არ აქვს იმ განხმაურებულ მკვლელობასთან, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდა ბიჭ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს მოხდა და მას შემდეგ უამრავი სხვა დანაშაული ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ და მათ შორის ბატონი გოგაშვილის თანამონაწილეობითაც მოხდა. არანაირი კავშირი არ აქვს იმ საქმის გახსნასთან, რომელიც ადრე თუ გიან გაიხსნება და უკავშირდება ბატონი ჩატაევის ქვეყანაში შემოყვანას, არც სიანიდის საქმესთან კავშირში არ არის და ასე. ხოლო და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინსტინქტმა უკარნახა რეჟიმს, რომ ეს ადამიანი გახდა მისთვის საშიში. მე რისი თქმა მინდა ძვირფასო მაყურებლებო გულახდილად ახლა ამ წუთას. სანამ რაც არ უნდა ბოროტმოქმედი, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, რაც არ უნდა მოძალადე იყოს ადამიანი და ეჭვმიტანილი იყოს ამ ყველაფერში. ამ ადამიანის და ასეთი ადამიანების წინააღმდეგ სანამ ძალადობა ჩვენ საზოგადოებას ნაწილს მაინც ახარებს, თანაც ძალადობა სახელმწიფოს სახელით ახარებს და არა სამართლიანი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სამართლიანი გახარებს. მე მიმაჩნია რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა დროში ძალიან გაგვეწევია. ვიზე საუბრობთ მექანიკა, ანუ რას გულისხმობთ? დღეს დღევანდელი დღე ჩვენ ტესტად მე პირადად ჩემ თავზე ვისაუბრებ, ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული მთელი დღის განმავლობაში ამაზე ვფიქრობ. აი დღევანდელ დღეს თუ ტესტად ავიღებთ, სამწუხაროდ არც თუ ისე უნიშნელო რაოდენობა საქართველოს მოქალაქეებისა შეიძლება ითქვას არ უკვეთავს სახელმწიფოს სამართლიანობას და სამართლების სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას თავისუფალს. ეხლა ვერ მივხვდი რას გულისხმობ? როდესაც შენ ხარობ იმ ადამიანების მხრიდან ადამიანზე ძალადობას, რომელიც კი ბატონო არის ეჭვმიტანილი ბევრ დანაშაულში და ამ რეჟიმს ქვია ბიძინა ივანიშვილის მართლმსაჯულება, ბიძინა ივანიშვილის ნებასურვილი, ბიძინა ივანიშვილის არ ვიცი სახელმწიფო ინსტიტუტები და ამართლებ და გიხარია და ამ დროს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე ხარ, მაშინ თავისუფლებას მიცო და კითხვას დავსვამ რისთვის ვიბრძვით. იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ანგარიშსწორება, საკუთარი მართლმსაჯულებით გაუსწოროს ადამიანებს და ტაში დაგვაკრევიოს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა რა გააკეთა? ერთის მხრივ საკუთარი რეჟიმის წარმომადგენლებს, რომელთა მცირე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ადამიანები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ, ფიქრობენ ხილებაზე რეჟიმის, გაუგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ ჩემი მართლმსაჯულება მუშაობს და ჩემი მართლმსაჯულება ბიძინა ივანიშვილის დაგჯის შენ და შვილისა და მეუღლის თანდასწრებით ფიზიკურადაც გაგისწორდები. ამიტომ აღარ გაბედო ფიქრიც კი, რომ მამხილო მე იმაში, რაც 9 წლის განმავლობაში დავაშავე. და მეწმუნეთ, ძვირფასო მაყურებლებო, ინგა ბევრი არის ასეთი ადამიანი, ვინც ფიქრობს
და ყელში ამოუვიდა ამ რეჟიმის მორჩილებაში ყოფნა. მაგრამ საზოგადოებამ დღეს ასეთ პოტენციურ მამხილებელ ადამიანებს დღეს რა უთხრა? ნაწილმა საზოგადოების, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ დაჟის, ეგრეთ წოდებული ღალატისთვის და საზოგადოების ნაწილიც ბიძინა ივანიშვილს ამისთვის ტაშ დაუკრავს. დღეს ბიძინა ივანიშვილის ტაში ადამიანებზე, ვინც ფიქრობს, რომ ღირსი იყო, აი თქვენ თვითონვე ჩამოთვალეთ თემირლან მაჩალიკაშვილის ტრაგედია. მე იმ საქმეებს ჩამოვთვლი ახლა, რასთანაც სოსო გოგაშვილის სახელია, ხო, თქვა დაკავშირებული პანკისი ვახსენეთ, იგივე ციანიდის სკანდალი ვახსენეთ, ამ თუ არ ვცდები გელახვედელიძის შემთხვევა, ასე შემდეგ და ანუ ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ღირსი იყო იმ ადამიანს ესაუბრებით ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ამ ყველაფრისთვის არ დაუსჯია, იმიტომ რომ ამ ყველაფრისთვის ვერც დაჟის გოგაშვილს. გოგაშვილმა გადაწყვიტა ხილება იმ საქმეებში, სადაც თავადაც არის გარეული და არც თუ ისე უმნიშვნელო როლით და სხვა კიდევ მრავალი მაღალი თანამდებობის პირები. ხო? ამიტომ არც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს აეხადა ფარდად და დასაფასებელია და დიდი პატივისცემა ვახა მაჩალიკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი შვილის ყველობის საქმე გაიხსნას და სამართლებრივ დადგინდეს და ეს ჩემი შვილის ყველობის საქმეს არ ეხება და კავშირში არ არის. მაგრამ ნახეთ, ეხლა მე ვარ საჯარო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირობითად გდანი ნაძალადების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და ვფიქრობ და მერწმუნედ ამას შემთხვევით არ ვამბობ. ბევრი ფიქრობს. დაუგვიანდათ, არ დაუგვიანდათ, ფიქრობენ. რა თქმა უნდა და ეს ნაწილია მათ შორის ჩვენი აქტიური ნაწილი საზოგადოებისა ხრიდან ამ მიმართულებით მუშაობა ვალდებულები ვართ, თუ ვიმუშაოთ. იმიტომ რეჟიმი სხვანაირად არ ინგრევა ასეთ ღრმად ფესვებში გამჯდარი როდესაც არის. და რა დაინახა რომელიღაცა პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რომელსაც უამრავი დანაშაულებრივი ქმედება აქვს ჩადენილი. შეეშინდა საზოგადოებისაც, რომელმაც დაგმო ადამიანი, რომელმაც გაბედა და ამხილა რეჟიმი და დააპირა ხილება და შეეშინდა უკვე ძალიან ბიძინა ივანიშვილისაც, რომელიც მზად არის სახში შეუვარდეს სპეცნაზელებით და ავტომატებით და საკუთარი მეუღლისა და შვილის თანდასწრებით და ნებისმიერი მამაკაცისთვის ეს ძალიან დამამცირებელია და მტკინვეულია, არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად, როდესაც თავყობას გაგიერთიანებენ საკუთარი ოჯახის წევრების თანდასწრებით. და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა ადამიანმა დროებით ეს ყველაფერი ახლა გადაიფიქრა. იმის მაგივრად, რომ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც მორჩილებაში ყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილს, მე ადრეც მithქვავ, ჩვენი ბრძოლა ძირითადად რას ემსახურება? პირველ რიგში აი მორჩილებაში მყოფი ადამიანების დახსნას მათ შორის. არ ყოფილა პრეცედენტი, რეჟიმები დანგრეულიყვნენ და რეჟიმები ჩამოშლიყვნენ, თუ შიგნით რამდენიმე ადამიანს არ ეყოფა გამბედაობა და არ ამხელს რეჟიმს. და საზოგადოების არც თუ ის უმნიშვნელო ნაწილმა ძალიან გული მტკივა, შეიძლება ემოციური ფონი იყო დღეს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დღიდან პრაგმატულად ყველაფერს თავი დავანებოთ, შეაფასებენ დღეს მომხდარს. კი არა წაახალისა, არამედ შეაშინა და ნიშნის მოგებით დაუწყო საუბარი. შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან მტკივნეულად რეაგირებს საზოგადოება აი იმ ყველაფერზე, რასთანაც ამ ადამიანის საქმეებარი იყო დაკავშირებული. შეიძლება იყოს სამართლიანად გაბრაზებული ბევრი ადამიანი ასეთი და მათ შორის მე, წამოვიდგინე ხა წლების განმავლობაში, თუ კი რამე ხდებოდა სუსის მხრიდან მომდინარე, ეს ადამიანი ერთ-ერთი იყო, ვინც ამ ყველაფერს ხორცს ასხამდა, ხო? და მე მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს არასოდეს არ ქონია ელემენტარული აი მორალური ჰიგიენა. მახსენდება 2020 წელს კორონავირუსი, როდესაც იყო ძალიან მაღალ ხარისხში, მაშინ სამოქალაქო აქტივისტებმა ექიმების სია ჩამოწერეს და თხოვეს, რომ ვისაც სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, სხვა დაავადებები აწუხებდა, დაერეკათ ექიმებისთვის. ცნობილი ექიმების სია გავრცელდა სოციალურ მედიაში და სულად მოულოდნელად 2020 წელს დედააგინა საკუთარ მშობელს, მამაჩემს, ანზურმელიას, რომელიც არ ვიცი, თუ კი რამე უკეთებია, მხოლოდ სვის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე უზრუნია. ხო, ადამიანურადაც, ანუ სულიერადაც მიმაჩნია ბატონი გოგაშვილი და მორალურადაც ძალიან დაბალდაცემული ადამიანი არის. თავად დავანებოთ იმ დანაშაულს, რომელიც მან ჩაიდინა. მაგრამ
კი, არის ჩემი ინტერესი, რომ ბევრმა სოფსო გოგაშვილმა გაბედოს და ამხილოს ბიძინა ივანიშვილი. და მზად ხართ რომ მათ აღარ დაუსვათ კითხვები და უშუალოდ არა, როგორ ეს ამას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა პასუხი არ უნდა აგონ. წინააღმდეგ ანუ ამბობთ რომ იმ საქმეებზე უნდა ყოფილიყო პასუხისგება დამდგარი და არა იმაზე პასუხისგება დაიჭირეს ჩვენ არ ვიცით ხო მოუწევს ამ ყველაფერზე თემილო მაჩალიკაშვილის საქმეზე პასუხისგება მოუწევს აუცილებლად მოუწევს საუბარი ციანეთის საქმეზე და ბევრ სხვა გახმაურებულ საქმეზე მოუწევს ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოუწევს და აუცილებლად უნდა ისაუბროს და არავინ არ აპირებს მასთან თანამშრომლობას ასეთ ადამიანთან მომდენო ხელისუფლების პირობებში და ფარგლებში. ერთად დაგვიფაოთ, მაგრამ იგივე ქართულ ოცნებას საწყის ეტაპზე 2012 წელს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხარი რატო დაუჭირა, რა იყო მთავარი მოტივი? სამართლიანობის ეგრეთ წოდებული აღდგენა იყო მთავარი მოტივი, როგორც ისინი საუბრობდნენ. სამართლიანობა იყო მთავარი მოტივი და დღესაც უმრავლესობა საქართველოს მოქალაქისთვის სამართლიანობა არის მთავარი мотиваცია და ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასევე რატომაც მოხდა საზოგადოების ფართო ფენების კონსოლიდირება ევროპული იდეის გარშემო, იმიტომ ევროპული იდეა პირველ რიგში ნიშნავს სამართლიანობას და სამართლიან მართსაჯულებას. და ეს რომ ვეღარ დაინახა ბევრმა ქართული ოცნების ამომრჩეველმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამიტომაც აქცია ზურგი და ჩვენი აი ამ გამოხმაურებით, აი ამ რეაქციით ბიძინა ივანიშვილის სისხლზე და ვასხამთ წყალს და მის რეჟიმს ვაძლიერებთ. ამაში ვარ ღმართ დარწმუნებული. აი, რა სურათი უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძვირფას მეღორო, რა სურათს ხედავს პოტენციური მამხილებელი. ხო, მეჭი არ გეპარება, რომ ასეთი ადამიანი ბევრი ფიქრობს. ხო თავიდან ბოლომდე პროკურატურაზე, ხო თავიდან ბოლომდე სულზე, ხო თავიდან ბოლომდე ზონდერებზე, მეტ არაფერზე ხო ეს რეჟიმი არ დგას. არც ეკონომიკის სამინისტროზე, არც სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, არც იმ სამინისტროებზე, რომლებიც დოვლაც უნდა ქმნიდნენ. ძალადობაზე და ძალმომრეობაზე. და ბევრს მართლა ამოუვიდა ხელში, იცით? და ემზადება გამბედაობისთვის. და ამ დროს საზოგადოება მაჩვენა შენი დედაც ვატირიო და ბიძინაც გცემსო და მეც მოგვაყოლებ წიხსო და ამას არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი საზრით მცდარი პოზიცია. ნიკა, გავიგეთ თქვენი საქმელი ხო? დაგეთანხმებათ ნაწილი არ დაგეთანხმებით. ეს ეხება ნაციონალური მოძრაობის ჩემი პარტიის წინე ნაწილს ამორჩევლებსაც, სხვა პარტიის ამორჩევლებსაც ეხება ნამდვილად. მაშინ რისთვის გვინდა ჩვენ ევროკავშირის წევრობა? პირველ რიგში ღერძი ნორმალური სახელმწიფოს ფუნქციონერებისა რა არის? სამართლიანი მართსაჯულება. ეს სამართლიანი მართსაჯულება რო ყოფილიყო რუსეთშიც კი პუტინი კი ვერ შედგებოდა ისედაც როგორცაც და ომს კი ვერ დაიწყებდა ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში. იმიტომ ამის შესაძლებლობას არავინ არ მიცემდა, ინსტიტუტები იარსებებდა, ხო? მაგრამ არსებობს პუტინის მართსაჯულება. და აქ არსებობს ბიძინა ივანიშვილის მართსაჯულება. თქვენ ფიქრობთ რომ გოგაშვილი ჩემს გაუსწორდეს ბიძინას მართსაჯულება? მე მინიმუმ მას ტაში არ უნდა დაუკრა. სამართლიანმა მართსაჯულება უნდა. აი, თქვენ ფიქრობთ რომ სამართლიან მართსაჯულებაზე როდესაც საუბრობთ, ნიკა, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება მოყვა მის გააქტიურებას და დაანონსებას, რომ ამხილებდა ხელისუფლებას. თვითონ ასე ამბობს ადვოკატის ფიგურა არ იყო ეს ადამიანი, რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი არა, ჩვეულებრივი არა, ის ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი და ეჭვი მაქვს, რომ მტკიცებულებები და მასალები დიდი ვის დაკითხვას რა აზრი აქვს? ეხლა ხო ქართულმა რომ ეხლა ქართულმა უცებია რომ დაკითხოს და ჩვენება მიცეს ბატონო გოგაშვილმა რა, იგივე თემირალ მაჩალიკაშვილი ბატონი გოგაშვილის რაღაცა წადილი იყო და ოცნება იყო წლების რომ მოეკლა ახალგაზრდა უდანაშაულო ბავშვი, რა თქმა უნდა თანამზამხველებთან ერთად იყო და მარტო ამ საქმეში ის მარტო არ უნდა დაისაჯოს, ხო? ანუ უნდა ითანამშრომლოს მთელ რიგ საქმეების ფარგლებში უამრავ ადამიანზე და ამას ეხა ბიძინა ივანიშვილი არც აპირებს. სახელდახელოდ მიღებული გადაწყვეტილება იყო გუშინდელი ოპერაცია, იგრძნობოდა ეს. სხვა ჩაის ჯერ ბრალი არ აქვს მას წარდგენილი, ჩვენ არ ვიცით საბოლოოდ რა არის ეს ბრალი, რასაც წარუდგენენ. უბრალოდ აქ საინტერესო არის იცით რა. იცი აი დავასრულებ თუ შეიძლება ჩემ შეკითხვას. აქ საინტერესო არის იცით რა. თქვენ როგორ შეფასებას აძლევთ? ეს არის პოლიტიკური დაპატიმრება? ეს გოგაშვილი დღეს პოლიტიკური პატიმარია თქვენთვის? ბატონმა გოგაშვილმა გადაწყვეტა. არის გოგაშვილმა პოლიტიკური мотиваცია, როდესაც ამ ადამიანს გაუჩნდა და პოლიტიკურია мотиваცია, როდესაც რეჟიმის მხილება გადაწყვიტე. როდესაც გადაწყვიტა მან მხილება, ამ რეჟიმის რეჟიმა იგრძო საფრთხე.
ფაქტია, ხო? დანაშაული ხო არ დაუკავებიათ რეალურ დანაშაულებებზე. შური იძლია ბიძინა ივანიშვილმა. თანაც ამას ემატება ის ცოდნა, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომ ხელისუფლებაში როცა მოვედი, არაფერი არ იყავი. შენ და მართლაც ასეთი ადამიანი იყო ნაძალადევის რაიონში 112 საშუალო სკოლა. ბევრმა იცის, ვინც ახლა ნაძალადევში ცხოვრობს, იქ ქონდა ამბატოს მაღაზია, მეუღლე მუშაობდა ხილბოსნეულის გამყიდველად და როგორი მაღაზიებიც გვაქვს ჩვენ თბილისში ბევრი. ფართოკით ქალბატონი იყო ხილბოსნეულს ყიდიდა და უცბად გახდა მილიონერი და ეს ადამიანი ბიზნესში თან უყურებს, რომ ჩემს წინ დანაშაულებები ჩაგადენიე რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი ბურჯი იყავი. მაგრამ მილიონერი ხო გაგხადე და მე გამიბედე ეს რახან გამიბედე. მოდი ახლა ესე დაგსაჯო და ისე გააკეთა ეს ყველაფერი. აი ხშირად ახლა საუბრობენ ხოლმე, იცით რა ბიძინა ივანიშვილი გამჭრიახია ბიძინა ივანიშვილი არ არის ბიძინა ივანიშვილი არაფერზე აღარ დგას შუშის ფეხებით დგას ქვიშაზე და აუცილებლად წაიქცევა მაგრამ დღეს ვაღიავთ მოახერხა რომ ოპოზიციად განწყობილ საზოგადოების ნაწილს შურის ზიების აქტის განხორციელების შემდეგ ტაში დააკრევია აი ნიკა უყურეთ სამართლიანობის ისი და სამართლიანი სასამართლოს გამოცდილება არ გვაქვს ჩვენ აი ისე თქვა მინდოდა იცით ინგა რატო ვიკლავთ მაშინ თავს და რატო მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის არ ვაკეთებ ეს ადამიანი აუცილებლად წაიქცევა მაშინ არა იმ საქმეების გამო რაც მასთან დაკავშირებული არამედ რაღაც და სხვა შორის ერთი კითხვა ჩნდება აი თქვენ რო თქვით რომ მაგალითად იგივე თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით მაშინ მას მოუწევს სახელები და გვარები თანამშრომლობა გამოძიებასთანო ან და თუ ეხლა ჩვენ მივხვებით იმ გავრცელებული ინფორმაციას რომ აი ფარული ჩანაწერების გამო ხდება მის პატიმრობაში გაშვება, აქ ერთი კითხვა არის, საერთოდ სასამართლოს ხდომები ხომ არ დაიხურება, ხომ არ იტყვია, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის არ გასაჯაროების გამო და ჩვენ ვერ გავიგებთ საერთოდ რას იტყვის ის ან რა ჩვენებებს ეკნება ადმი. არ გამოვრიცხავ, მაღალი ალბათობით ალბათ ასე იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება თქვენის ნებართვით გავიმეორებ. თავისიანების დაშინებით ეს სუსი პირველ რიგში თავისიანების უჭირდება, რეჟიმი თუ არ იქნება ბრუტალური პირველ რიგში საკუთარი წარმომადგენლების მიმართ ეს რეჟიმი ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა ადვილად ვარდება იმიტომ რომ შიგნიდან ღალატი გადაარქვით თუ გნებავთ დაარქვით ხილება უამრავი ადამიანი დგება რიგში მით უმეტეს ამ საერთაშორისო კონტექსტში როდესაც თელმა ცივილიზებულ სამყარომ ერთხმად თქვა რომ ოლიგარქი უნდა დამარცხდეს ოლიგარქი და დემოკრატიული პროცესი არ არის თავსებადი ერთმანეთთან. მაგრამ რისთვის ვიბრძვით თქო? მაშინ დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, ხელისუფლებაში მოვიდეთ და ყველა დამნაშავეს, მართად დამნაშავეს, მათ შორის გოგო შეუვარდეთ სახლებში. 20-15 კაციანი სპეცნაზის წარმომადგენლები გვერდში დავიყენოთ და შევარდეთ მაშინ. დავიწყო გომელაურის ჩემო ბატონო ოჯახიდან და გავაგრძელო გოგაშვილების და იმის რა ქვია, კალაძეების და ასე შემდეგ. ესეთ სახელმწიფო ხო არ გვიდე? ეს სახელმწიფო ახლაც არის. ხო ეს რო არ მოგწონს ამიტომ ვიბრძვით და მე მიმაჩნია მეტი გმართებს ჩვენ თითოეულ ჩვენგანს წავახალისოთ უნდა საზოგადოება მათ შორის პოლიტიკოსება და არა დავგმოთ ადამიანი რომელმაც გაბედა რატო გაბედა როგორ გაბედა რა გარემოებები უძღოდა ამ ყველაფერს წინ ამაზე რა მნიშვნელობა აქვს გაბედა ადამიანმა თუ მოუწია გაბედო და სხვა გზა არ ქონდა გამხდარი იყო არ ვიცი პრაქტიკულ საჯარო პირი და თქვენთან დრო ეთერში მოდიოდა და რაღაცა ამბებს ყვებოდა და გუშინ წინ თქვა რომ ვაპირებ მატერიალურ სახით რაღაცა დოკუმენტებით დღესაც თქვა თავის ადვოკატს უხარ რომ ესე თქვა ჟურნალისტებთან ნიკა აი იცი რა მინდა რომ მკითხოთ გასაგებია რასაც თქვენ საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ დავხარ ჯამდე ძალიან მნიშვნელოვანი გული მეტი თქვენს მომხრეებს მიმართავთ მათ შორის რა თქმა უნდა მაშინ ჩემსგან რა უნდათ როგორც პოლიტიკოს ყველა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების Facebook პოსტები შემხვდა დღეს მე არ მინდა ასეთი პოლიტიკის კეთება მე ნამდვილად გონია რომ ბევრ ჩემ მეგობართან ერთად მინდა რომ მორალური პოლიტიკა ვაკეთო ეფექტური პოლიტიკა ვაკეთო და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში იყოს სამართლიანობის რეალური განცდა და რწმენა და თუ კი წახალისებულია თუნდაც ჩემთვის ძალიან მიუღებელი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა ხო? მაშინ ესე იგი
მე რომ რუსთაველის გამზეზე გამოვდივარ და ჩვენ რომ გამოვდივარ და ვითხოვთ წარმატებულ, განვითარებულ სახელმწიფო ჩამოყალიბებას და ეს ყველაფერი შესაძლებელია ევროკავშირის ფარგლებში, სად ვარ უფრო მართალი, აქ თუ იქ, ანუ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, რეჟიმის ჩამონგრევა გვინდა და ბევრი ადამიანი ამ რეჟიმის ფარგლებში ვიპოვოთ ისეთი, ვინც ამხელს რეჟიმს, თუ უბრალოდ გული გვინდა 1-2 დღით რაღაცა მოვიოხოთ და მოვიფხანოთ და თქვათ, რომ აი ღირსი ხარ და აი კარმა ტრიალებს და ყველაფერი ბუმერანგივით გიტრიალდება უკან. ბევრი ადამიანია, პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილი ქუჩის წესებით უსწორდება საკუთარ ახლა უკვე მოწინააღმდეგეებს. ხო, ნუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ სანამ სისტემის ნაწილი ხარ, ყველაფრის, ანუ შენს გვერდითაა სისტემა, მაგრამ როგორც კი უპირისპირდები, ეგრევე ხდება კრიმინალური მენტალობა არის. მისმის რასაც გაბედე ხმის ამოღება დაგჯი თანაც საკუთარ სახში. გოგაშვილი თან არის საფრთხის შემცველი იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის არის აი ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი და როდესაც მან დაწერა სხვა შორის Facebook-ზე გუშინ, სანამ დააპატიმრებდნენ რამდენიმე საათით ადრე, რომ ანუ ამ მასალების გასაჯაროებას აპირებდა, უკვე ცხადი გახდა, რომ ეს მასალები მას გადაზღვეული ექნებოდა კიდეც. ხო, ეხლა სპეცსამსახურის წარმომადგენელი ესე პირდაპირ ვერ დაწედა. თქვენ რა მინდა რომ გითხოთ, თქვენ ელოდებით, რომ შესაძლებელია მასალებში, რომელზეც დაგვიანონსეს ეხლა ადვოკატის პირით, რომ აუცილებლად იხილავს დღის სინათლესო, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი და რაღაც ისეთი სერიოზული იქნება, რაც ქართული ოცნებისთვის აქამდე არ დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს? ან სანქციების მიმართულებით შეიძლება ეს იყოს საინტერესო, იმიტომ რომ ის ლაპარაკობდა იმ სტატუსში, რომ დიპლომატებსაც მიაწოდა ინფორმაცია. უებრივია, კიდევ ერთხელ, ეს ადამიანი მაღალჩინოსანი იყო და სპეცსამსახურებში. ასაგებია, რომ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით მათ რეზიდენტებთან აგენტურასთან შეხება შეიძლება მას თანამდებობა გამომდინარე პირდაპირ არ ქონდა, იმიტომ რომ ამით ძირითადად კონდაზორის თანამშრომლები არიან დაკავებულნი, მაგრამ მე პირადად ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ დანაშაულებრივი ვინაიდან ამ დანაშაულებრივი დიდ ჯაჭვში ბატონი გოგაშვილი მნიშვნელოვანი რგოლი იყო და შეიძლება ისეთი ინფორმაცია გააჩნია, რაც მომაკვდინებელია ასევე ბატონი ივანიშვილისთვის, ხო? ჩვენ აზე ვსაუბრობთ, ხალხო, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ბატონი გოგაშვილი უნდა გათავისუფლდეს მართლმსაჯულებისგან, ოღონდ ეს მართლმსაჯულება არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მართლმსაჯულება და არც ინგა გრიგოლიასი და არც ნიკა მელიასი, ხო? ამას ვებძვით და ასეთი მართლმსაჯულება, როდესაც გვაქვს, ამიტომ არის გამოკეტილი 4 კედელში ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი და ამიტომაც დაარდობთ ბესო თამლიანი და ბევრი კიდე სხვა ადამიანი. ხო, ლექსო რაფავა პოლიციელი ადამიანი ასე შეუვარდა ზუსტად არ ვადარებ ღმერთად დაიფაროს, მაგრამ ხო ყოველთვის გამოჩნდება საზოგადოებაში ნაწილი ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებსაც მოეწონებათ უსამართლოდ თუ საერთოდ მოგკლავენ ქუჩაში. ხო, აი აქედან რო გავიდე და არ ვიცი რაღაცა შემოთხეს, არიან ადამიანები. სპეცოპერაციის კადრები ნახეთ? ნახე რა თქმა უნდა. როგორი რეაქცია გქონდა? არ გამხარებია, ნამდვილად არ გამხარებია, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ბიძინა აკეთებს. და როგორ უნდა გამიხარდეს? მაშინ ვიტყვილები, რაში რატო ვებძვი ბიძინა ივანიშვილს? თუ აი ეს უნდა გამიხარდეს. ვის სულ რო ხვალ გომელაური დაიჭიროს ასე და გომელაურმა გადაწყვიტოს ხილება ბიძინა ივანიშვილის ზეგ და ხვალ ასე დაიჭიროს, რატო უნდა გამიხარდეს? მით უმეტეს შვილის თანდასწრებით ვინც არ უნდა, რაც არ უნდა ბოროტმოქმედი იყოს, ფიზიკურად გისწორდებიან, ხო? ჩხერეკის განჩინება იყო ჩხერეკის თაობაზე, ხო? კი. და რა იქო 15-20 ახმახი ოპერტანაშრომელი მისულიყო კრიმინალური პოლიციის რა ვერ გააღებიებდა კარებს? რა თქმა უნდა ეს იყო სამაგალითო დაჟის მცდელობა, რაც გამოუვიდა, მაგრამ ორმაგი ბონუსი მოხდა ბიძინა ივანიშვილს, ტაშის დაგვაკრევია და ავტომატები, რასაჭირო იყო საერთოდ ჩხერეკაზე, ხო? არ დადიან ასე ადამიანები. ამიტომ აქ ბატონი გოგაშვილის გათავისუფლება პასუხისგებლობისგან ასე კი არ დგას საკითხი. არა. უბრალოდ ჩემთვის რაც არის მისაღები, არის მისაღები, რომ ყველა ადამიანი, ვინც თავის თავში იპოვის ძალას და დააპირეს ხილებას ივანიშვილის, დიახ მივესალმები, არ დაგიმოვოთ და ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ბევრი ადამიანი ასეთი გამოჩნდეს ჰორიზონტზე, მაინც საწყის ეტაპზე. და გთხოვდით პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველთა იმ ნაწილს, რომლებსაც ტაში შემოკრეს,
ბიძინა ივანიშვილის მართლმსაჯულების აღსრულებაზე, სხვა პარტიების ამორჩევლებს ვთხოვ, რომლებსაც დაწონებული და გაცნობიერებული აქვს რა არის ვერაგი რეჟიმი ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც შექმნა ბიძინა ივანიშვილი არის შემოქმედი. არ დავასხათ მის წისქვილზე, ჩვენ დავასხით. მოდით, ნებსით უნებლიეთ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ნირვანაში. ეს რა მაგარი რაღაცა გამომივიდაო, თან ჩემიას ყოფა უტირეო, დავსაჯე სამაგალითოდ, თან საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ტაშის დავაკრევიო. აი ეს არის ის რაც არ მოხდება, თუ მეტად ვიფიქრებთ, მე არავის ჭკუას არ ვასწავლი, ღმერთმა დაიფაროს, კიდევ ერთხელ ვამბობს, თუ კი ვინმე შეიძლება კონდეს პრეტენზია სოსო გოგაშვილთან და სუბიექტურიც იყოს, ცუდი გაგებით, ვარ ერთ-ერთი ადამიანი მე, ესეც რო არ იყოს, მარტო ვახა მაჩალიკაშვილის ტრაგედია და უბედურება საკმარისია იმისთვის, რომ ამ ადამიანს ემოდო ხელიც კი ვერ ჩამოვართო, ხო? მაგრამ გაბე და ღმერთმა გაამარჯოს, კი ბატონო, მას თავის უნდა მიეძღოს, ადრე თუ გვია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხარეს უნებლიეთ გადავედით დღეს და გავამართლეთ მისი ქმედება. მადლობა. და ეს არის ის, რისთვისაც მე პირადად არ ვიბრძვი. მაშინ არ დამჭირდება მე არც მიტინგებზე სიარული და არც დღენია და შრომა მეგობრებთან ერთად დაველოდები მომენტს, როდესაც აუცილებლად ჩამოინგრევა, მე ხელისუფლებაში მოვალ და შევარდებით ოჯახებში ავტომატებით და ვცემთ. ესეც სახელმწიფო მე არ მინდა ესეც სახელმწიფო, ესეთი არის, დრო არის, ამიტომ ვიბრძვი, რომ აღარ იყოს. ძალიან მარტივად ძალიან საინტერესოა რა იქნება ეს მასალები, რომლის გამომზეურებაც ეხლა დაგვპირდა სვის უფროს ყოფილი მოადგილე, ის 2015 წლიდან იყო თუ არ ვცდები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იყო მანამდე ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში გენი ინსპექციის უფროსი, 2016 წლიდან უკვე სუსის უფროს მოადგილე და ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან გავლენიან ადამიანზე, რომელსაც აქვს ალბათ უამრავი ინფორმაცია, რომელშიც თავადაც აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მან თქვა, რომ უნდა გამოვამზეურო და დამსაჯე. მის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, როგორც ჩანს, ის აპირებს გავრცელებას იმდაგვარი მასალების და მტკიცებულებების, სადაც თავადაც იყო გარეული და შემოქმედი იყო, იმიტომ რომ ის გარკვეული წელი შავი თეთრზე რომ მზად არის მორალურადაც, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად აგოს პასუხი. მაგრამ ამ დროს სხვებსაც ამხელს. და ბევრი ასეთი ადამიანი, ვინც რიგშია და ბევრს აქვს ასე ფიქრი აშლილი და მოდით ამ პროცესს ხელი შეუწყოთ. მადლობა ნიკა, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს იყო ნიკა მელია.